მოგესალმებით, მე ვარ დალი ვასაძე, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი და უნარჩვევების ტრენერი. ამ ვიდეოთი გთავაზობთ ონლაინ სესიას. ეს განკუთვნილია მათთვის, ვინც გარკვეული მიზეზის გამო არ ვერ მიდის ფსიქოთერაპევტთან სეანსზე, თუმცა თვლის, რომ ფსიქოთერაპევტის დახმარება ჭირდება. დღეს ონლაინ სესიაზე მინდა შემოგთავაზოთ დამოკიდებულებაზე მუშაობა. ალბათ გსმენიათ ესეთი გამოთქმა, რომ თქვენს ცხოვრებას განსაზღვრავს არა ის თუ რა ხდება, არამედ თქვენი რეაქცია მასზე. სწორედ თქვენი რეაქციით ხდება დამოკიდებულების გამოხატვა რაღაცის მიმართ. ამიტომ ამ ონლაინ სესიაზე თქვენი რეაქციის ან რეაქციების გადახედვით, მათი გააზრებით და გაცნობიერებით მინდა შემოგთავაზოთ მუშაობა თქვენს დამოკიდებულებაზე. სანამ პრაქტიკულ ნაწილზე გადავალ, მინდა გაგახსენოთ იგავი ბუდისტი მასწავლებლის შესახებ. ერთხელ ბუდის მასწავლებელს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ის კი ჩუმად იდგა და არაფერს პასუხობდა. მოსწავლემ კითხა, რატომ არ პასუხობ, რატომ ითმენ? მასწავლებელმა უთხრა, წარმოიდგინე მიდიხარ გზაზე და გაიარე ხის ქვეშ. ამ დროს ჩამოვარდა ხის ტოტი და თავზე დაგეცა. რა სიზამ? მიუბრუნდები ხეს და ყვირილს ან ჩხუბს დავწყებ? კიდევ მეორე მსგავსი იგავი მსმენია, რომელსაც ასევე გაგიზიარებთ, მოსწავლის კითხვაზე, სხვის შეურაცხყოფას რატომ არ პასუხობ, მასწავლებელმა უპასუხა, საჩუქარი, რომელიც მოგიტანეს და არ აიღე, ვის რჩება? ასე არის, როცა ვინმე შეურაცხყოფას გაყენებს და შენ არ ხებულობ მას, ვის ან ვისთან რჩება ეს სიტყვები. მინდა შეგახსენოთ მეორე გავრცელებული ისტორია ალბერტ აინშტეინზე. ამბობენ, რომ ის ხის ქვეშ იჯდა და ფიქრობდა, როცა ხიდან ვაშლი ჩამოვარდა. მას ამაზე გაუჩნდა კითხვა, რატომ დაეცა ვაშლი პირდაპირ ქვემოთ და არა გვერდით ან ზემოთ? ეს კითხვა გახდა მისი აღმოჩენების მიზეზი. ამ ისტორიების მოყოლით მინდა გითხრათ, რომ გარკვეულ შემთხვევაზე ადამიანის რეაქციას განსაზღვრავს მისი შინაგანი დამოკიდებულება. დამოკიდებულება ეს არის ის მიდგომა, იმ პრიზმით და იმ რაკურსით ყურება, რომლითაც ხდება მიღებული ინფორმაციის აღქმა, გადამუშავება და განზოგადება. ორი ისტორია, რომელიც გაგახსენეთ, მათში მოცემულია ორი სხვადასხვა რეაქცია და შესაბამისად ორი სხვადასხვა დამოკიდებულება. ერთის რეაქცია, ანუ ბუდისტი ბერების ისტორიას, რომელსაც ერთ რეაქციაში ვაერთიანებ, მათი დამოკიდებულება არის ის, რომ სხვისი ქცევა სხვისი არის და ის არ თვლის ვალდებულად მიიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. ვიღაცამ ამას შეიძლება იგნორი უწოდოს. ანუ რეაქცია დაიგნორება არის, ან ემოციური ნეიტრალურობის გამოხატვა. ესეც ინდივიდუალური არის, ვინ როგორ ფორმულირებას გაუკეთებს. და მაშინ დამოკიდებულება ასეთია, რომ სამყაროში ადამიანები თავისი ქცევით საკუთარ თავს გამოხატავენ და მე საკუთარ თავს ჩემი ქცევით გამოვხატავ. ან ესეც შეიძლება ითქვას, იმ სხვაში რაღაც ხდება, რაც ასე ამ გზით გამოიხატება. ანუ სხვაში გარეთ მომხდარ მოვლენაში ხდება რაღაც, რატომაც ის ამ ფორმით გამოიხატება. ან ჩხუბით, ან ყვირილით, ან მოტყუებით, ან სხვისი შეურაცხყოფით და ასე შემდეგ. ხოლო მეორეს ასეთი დამოკიდებულება აქვს, ანუ ალბერტ აინშტეინის ისტორიას გულისხმობ. გარეთ არსებული შემთხვევა, სხვისი ქმედება არის რაღაცის გაგების საშუალება.
ანუ მისი დამოკიდებულებაა შესაძლებლობების დანახვა და პოვნა გარეთ მომხდარი მოვლენების საშუალებით. მის ასეთ დამოკიდებულებას გამოხატავს რეაქციით, კითხვის დასმით, დაინტერესებით და ამ კითხვაზე ფიქრის დაწყებით, პასუხის პოვნით. პრაქტიკულ ნაწილზე რომ გადავიდე, დაგჭირდებათ ფურცელი და კალამი. შეგიძლიათ ერთი ფურცელი გამოიყენოთ ან ერთზე მეტი, თავად განსაზღვრეთ. რა თქმა უნდა, ეს პროცესი თერაპიულ სესიაზე სხვანაირად მიმდინარეობს, უბრალოდ რადგან ახლა ვიდეოს ვიწერ და ცალმხრივად გაწვდით ინფორმაციის აღქმისთვის და რომ თქვენ პროცესს სწორად გაყვეთ და გასაგები იყოს მე რაზე ვსაუბრობ, ამიტომ აი ესე ფურცლებით მუშაობას შემოგთავაზებთ. მაგალითად, აიღეთ თქვენ ერთი ფურცელი. ეს ერთი ფურცელი დაყავით სამ ნაწილად. ერთ ნაწილში დაწერეთ ფორმულირება ბუდისტი ბერების დამოკიდებულების და რეაქციის. მეორეში დაწერეთ ალბერტ აინშტეინის დამოკიდებულება და რეაქცია და მესამეში გაიხსენეთ თქვენი შემთხვევა, ანუ თქვენი პირადი გამოცდილება და აი ამ მესამეში დაწერეთ უკვე თქვენი დამოკიდებულება და რეაქცია. აირჩიეთ სიტუაცია, სადაც გინდათ, რომ შეცვალოთ თქვენი რეაქცია და ამ რეაქციის შემდეგ შეიძლება დამოკიდებულებაც. მაგალითად, პირობითი მაგალითი მომყავს. თქვენ გაქვთ გამოცდილებაში, რომ ვერ იყიდეთ კალამი და ამაზე თქვენ გქონდათ გარკვეული რეაქცია, რომელსაც ეხლა თვლით, რომ არ გჭირდებათ, რომ ესეთი რეაქცია გქონოდათ და გინდათ ამ რეაქციის შეცვლა. რაღაც დამოკიდებულება არსებობდა თქვენში, ანუ თქვენი შინაგანი რაღაც დამოკიდებულება არსებობდა რაღაცის მიმართ, რატომაც ასეთი რეაქცია გქონდათ. ეხლა რეაქციაზე მუშაობით, ანუ თქვენი რეაქციის შეცვლით, ან განახლებით, იცვლება თქვენი დამოკიდებულებაც. აი ასეთი ისტორია აირჩიეთ, ანუ გამოცდილება თქვენი აირჩიეთ, სადაც გინდათ თქვენი რეაქციის შეცვლა. დღეს ფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, რომ სხვანაირად მოქცეულიყავით, ან სხვანაირად გამოგეხადათ თქვენი დამოკიდებულება. ჯობია რომ რამდენიმე შემთხვევა გაიხსენოთ, იმიტომ რომ თქვენთვის მარტივი იქნება ასე გაიგოთ, რომელ სიტუაციაში მოცემულ ანუ ბერის ან აინშტეინის, ესე რომ ვთქვათ, მოდელს აიღებდით თქვენი რეაქციის ცვლილებისთვის და თქვენი დამოკიდებულების ცვლილებისთვის. ფურცელს რომ დახედავთ, ამ ეტაპზე გაქვთ სამი ისტორია. ერთი ბუდისტი მასწავლებლის, მეორე აინშტეინის და მესამე თქვენი. ახლა განსაზღვრით. თქვენს გახსენებულ გამოცდილებაში, რომელ დამოკიდებულებას და რეაქციას აირჩევდით. ბუდისტი მასწავლებლის თუ აინშტეინის. ანუ თქვენს ძველ რეაქციას როგორ განაახლებდით ამ არჩეულთან კომბინაციით. მაგალითად, შეიძლება თქვენ ჩათვალეთ, რომ თქვენს გახსენებულ გამოცდილებას არ შეესაბამება და არ შეესადაგება და ვერ გამოიყენებთ ვერც ბუდისტი მასწავლებლის და ვერც აინშტეინის დამოკიდებულებას და რეაქციას. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ კომბინაცია გააკეთოთ. ეს რას ნიშნავს? შეიძლება დამოკიდებულება იგივე დაიტოვოთ და რეაქცია ქცევის დონეზე შეცვალოთ, ან დამოკიდებულება შეცვალოთ და ქცევა იგივე დარჩეს, თუმცა ამ შემთხვევაში ქცევაში მაინც მოხდება ცოტა ცვლილება, ან ქცევაში შეიტანოთ ცვლილება
და დამოკიდებულება შეარბილოთ, კითხვის დასმით, საიდან ვიცი ეს, ან დაშვებით, რომ შეიძლება სხვა ალტერნატივებიც არსებობს და ამაზე დაიწყოთ ფიქრი. ამასთანავე შეგახსენებთ, რომ ეს სხვა შეიძლება თქვენ იყოთ. თქვენ ხომ საკუთარ ისტორიაში ცვლით რეაქციას, ამიტომ ასეთ შეგიძლიათ დასვათ ეს კითხვა. იმ მომენტში, იმ დროს, მე რომ ასე მოქცეულიყავი, ანუ ამ ახალი რეაქციით, მაშინ მე რას ვიფიქრებდი საკუთარ თავზე და სხვებიც ჩემზე რას იფიქრებდნენ. ეს რეაქცია რას ამბობს ჩემზე, მე რა არ შემიძლია. ეს რეაქცია რას ამბობს ჩემზე, როგორი ვარ. ეს რეაქცია რას ამბობს ჩემზე, რის უფლებას ვაძლევ სხვას, ან და საკუთარ თავს. ეს რეაქცია რას ამბობს ჩემზე, ვინ ვარ მე. სწორედ კითხვაზე, ვინ ვარ მე, პასუხი გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას რაღაცის მიმართ, ხოლო რის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს ან და სხვას, ამ კითხვაზე პასუხი გამოხატავს თქვენს რეაქციას. ეს კითხვები საჭიროა იმისთვის, რომ ინტეგრირება, ანუ მიღება მოხდეს ახალი, განახლებული რეაქციის და დამოკიდებულების და ამ ახალი განახლებული რეაქციის რეალურად ცხოვრებაში გადმოტანის გზები და შესაძლებლობები რომ დაინახოთ. ხშირად კლიენტი თერაპიის პროცესში შედეგს აღწევს, მაგრამ შემდეგი პროცესი რეალურ ცხოვრებაში გადატანა ამაზე უკვე აღარ მუშაობს. ამიტომ რჩევა იქნება ტექნიკას რომ გააკეთებთ, გადახედეთ ხოლმე, ან გონებით გაიხსენეთ ეს გაკეთებული ტექნიკა და ეს ძლიერი პროცესი. ეს რატომ არის აუცილებელი? პირველ რიგში, დანომრა ახლა ეს პირობითი არის, თუმცა პირველ რიგში თქვენ აგრძელებთ მიღების პროცესზე მუშაობას. მეორე, თქვენი პასუხები შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს, ანუ სხვა პასუხებიც გაჩნდეს და მესამე, თქვენს შიგნით მიმდინარეობს გადაწყობის პროცესი, რომელსაც გამტკიცება ჭირდება. თუ გაგიჩნდათ კითხვები ამ პროცესთან და ტექნიკასთან დაკავშირებით, მომწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ. ჩემთან სესიაზე ჩაწერისთვისაც მომწერეთ. გახსოვდეთ, აქ ყველაფერი თქვენთვის კეთდება.